მინდა რომ მსოფლიოს ჩემპიონი გავხდე და სულ ვარჯიშს უთმობ დროს. ყველაზე ახალგაზრდა ქართველი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი. რუსეთის წარმომადგენელია და რუსთან არ უნდა დამარცხდე რა. მსოფლიოს ჩემპიონობის მერე არც მიძინია ღამე. კიდევ ერთი ოქროს მედალი შენს თელმა საქართველომ აიტაცა ეს ჩემი გამარჯვება. სოფომ დაამტკიცა რომ ქალები მართლა ძლიერები არიან საქართველოში და თუ გინდათ გაიგოთ როგორია საუკეთესო დაავადების დღე მე მკითხეთ თქო. და არ წავალისი ამ სპორტთან რომ ოლიმპიური ჩემპიონი არ გავხდე უეჭველი. უნდა მოვიქო. გამარჯობა მოგესალმებით ზურფოსო მეგობრებო ჯუდო ჭანოსთან წარმოგიდგენთ ლიდერ სპორტი ჩვენი მორიგი გადაცემა მორიგი ეპიზოდი იცის გულშემატკივარმა დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ძალიან დაძაბული მაგარი შეხვედრები იყო არის ესეთი შედეგი იცის გულშემატკივარმა ყავს ორი ჩემპიონი ევროპის ორი ჩემპიონი ასევე ორი ვერცხლის პრიზიორი ევროპის ჩემპიონები გახდნენ გიორგი სარდალაშვილი და ილია სულამანიძე, ხოლო ვერცხლის პრიზიორები ტატო გრიგალაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი და ასევე ნახა გულშემატკივარმა ძალიან დაძაბული გუნდური შერეული გუნდური შეჯიბრი, სადაც ფინალში იტალია 4-3 დავამარცხეთ და მესამედ ჩვენმა გუნდმა მოიგო ევროპის ჩემპიონატი, რაც მართლა მაგარი შედეგია, ასე რომ დატვირთული იყო ძალიან ეს ევროპის ჩემპიონატი. გადავიდეთ ჩვენ სტუმარზე პირდაპირ, მეგობრებო, დღეს ჩვენი პოდკასტის სტუმარი გახლავთ მსოფლიოს ჩემპიონი და ახლა უკვე ევროპის ჩემპიონი, თან ყველაზე ახალგაზრდა ქართველი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი. გამარჯობა. გიო, გამარჯობა. როგორ ხარ? მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში. მიხარია რომ შენთან ერთად ვისაუბრებთ დღეს. კარგად ვარ, ძალიან გახარებული და მზად ვარ რომ ვისაუბროთ. ესე იგი, ყველაზე ახალგაზრდა ჩვენ მერე ამ თემაზე ვსაუბრობდით იქ ჩვენ მეგობარმა და ასევე IGF-ის კომენტატორმა ცოტნე მრევლიშვილმა ასევე დაწერა ხო გამოაქვეყნა რომ სულ ესე იგი 10 სპორტსმენი ყავს ხო ვინც ქართველი ვინც გახდა როგორც მსოფლიოს ასევე ევროპის ჩემპიონი და შენ ხარ ყველაზე ახალგაზრდა ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონი დამოუკიდებლობის შემდეგ ხო როგორი შეგრძნება არის რა სიტყვია ამასთან დაკავშირებით ძალიან მაგარი გრძნობა ჯერ პირველ რიგში ჩემპიონობა ოქრო მერე გავხდი ევროპის ჩემპიონი, ვიყავი მსოფლიოს ჩემპიონი და ეს ორივე ტიტული რო შეიკრა, ამით უფრო გახარებული ვარ და კი, ამ ხრივაც დაწერა ისტორია, ხო? იმიტომ რომ არ არის მართლა მარტივი ასეთ პატარა ასაკში. შესაძლოა მე შენი ერთ-ერთი ინტერვიუ მაქვს ნანახი. ალბათ პირველი ინტერვიუ იყო ის, ხო? მე მგონი რუსთავის ტელევიზია არის შენთან მოსული სახში, იქ თასებს აჩვენებ მედლებს და იქ ამბობ რომ ესე იგი მარტო ძიუდოზე ფიქრობ და ძიუდოა შენი მთავარი მიზანი და გსურს რომ გახდე მსოფლიოს ჩემპიონი. ის ინტერვიუ გახსოვს? კი, მახსოვს, ხო. თითქმის მთელ დროს უთმობ ძიუდოს და ძიუდოს გარდა არაფერი არ მაქვს დასასახული მიზნად. მინდა რომ მსოფლიოს ჩემპიონი გავხდე და სულ ვარჯიშს უთმობ დროს. ნუ ბავშვობიდან ჩემმა მშობლებმა ჩამინერგეს ეგრო უნდა ყოფილიყო ძიუდო ჩემს ცხოვრებაში და ყოველთვის დიდ დროს უთმობდი და მართლა არაფრის დრო არ მქონდა სხვა რაიმე რო გამეკეთებინა და ბავშვობიდან ეგრე ვიყავი და დღესაც ეგრე ვარ და მაგიტო შედეგმაც არ დააყოვნა. ნუ ძიუდო მასია და სპორტი ხო ზოგადად რომ ესე იგი თავიდანვე მაინც მქონდა ეს მიზანი ხო თქვათ მიზან დასახული იყავი რომ ტიტულებისკენ და საკმაოდ სწრაფად თვალსაჩინოს მოახერხე ჯერ ახალგაზრდულ ასაკში მე მახსოვს პირველად შენ რო გნახე ეს იყო მე მგონი იტალიაში ვიყავით ოლბიაში ხო იქ გახდი პირველად მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებში კი იქიდან დაიწყო რა და ხო და ახლა ამ ხელა წარმატებას მიაღწიე და სხვათა შორის ხო მართლა იშვიათობა არის რა ისტორია როგორ ფიქრობ ხა უნდა გააგრძელო ისტორიის დაწერა ხო ნუ შარშან გავხდი ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონი წელს ყველაზე ახალგაზრდა რომელმაც ორივე მოიგო და კი რავი რამე თუ არის ისეთი კიდე ვესწრები რომ მოვიგო იქნება გამოჩნდება აუცილებლად და გიო მოდი მაინც რახან ევროპის ჩემპიონატი ახალი დასრულებულია ხო ფაქტობრივად შენ ცოტა ადრე წამოხვედი ხო მაგარ დარჩენილ ხარ იქ ბოლომდე და ადრე მოგიწია ჩამოსვლა ალბათ ისვენებ ხა ეს დღეები ეს პერიოდი ხო კი ვისვენებ 5 დღე დავისვენე ზუსტად და
ხვალიდან უკვე ვიწყებ ვარჯიშს ნელ-ნელა. იმიტომ რომ სოფლიო გვაქვს ძალიან მალე 40 დღეში დაახლოებით არც და აღარც არის დასვენების დრო რა, უკვე უნდა გადავერთოთ სოფლიოზე და დავიწყოთ მზადება რა. კი ბატონო, კი, თუმცა ეს ამდენიმე დღე საჭიროც იყო ალბათ ხო, რომ ცოტა გამტვირთვის. კი, რა თქმა უნდა, ამდენ როგორ გაატარა ეს დღე? ამდენ დატვირთვას რო იღებ მე წონის კლება და ორგანიზმი ძალიან სტრესშია და მე გაუცილებელი არის რა, ზოგი არ აკეთებს ხოლმე მაგას, მაგრამ უნდა განიტვირთო და გასული ვიყავი ქალაქიდან სუბთაჰერზე დავისვენე და უკვე მომინდა ვარჯიში, დიდი სურვილი მაქვს რომ ხვალე უკვე დავიწყო. და ძალიან კაია ეს, საჭიროა ყველა სპორტსმენისთვის. მოგენატრა ტატამი ხო? კი. მოდი აი ევროპის ჩემპიონატზე, მაინც რომ განვიხილოთ ეს შენი შეხვედრები ხო? ნუ ფინალიდან ნახევარფინალი უფრო ისეთი მეტოქეების ან მაგრები გარიგოსი და ეს ბლიევი ხო და როგორ გაიხსენებ ამ ევროპის ჩემპიონატს პირველი ორი შეხვედრა, თუმცა ნუ ის სპორტსმენებიც ახლა ეს უნგრელი და შემდეგ სომხეთის წარმომადგენელი ხო? მათთან მე მგონი შეხვედრილი არ თუ არ იყავი ხო? უნგრელთან არ ვიყავი შეხვედრილი, პირველად შევხვდი და სომეხს მოუგე ადრე ჭაბუკებში რა, 1-5 წლის წინ და ეხლა შევხვდი რა. რავი, ეგ ორი შეხვედრა თავიდან მარტივი იყო, ნუ პირველი შეხვედრა ცოტა ესე ვთქვათ, გასახურებელი ვიყავი და მაგიტო ცოტა გამეწელა, მაგრამ კაი იყო, პირიქით ტაქტიკურად კარგად წავიყვანეთ და მანდ ვიგრძენი რომ უკვე კარგად ვიყავი რა, იმიტომ რომ მწვრთნელის ხმაც მესმოდა, მეც არ დავღლილ ვარ და ყველაფერი კარგად იყო რა. მეორე შეხვედრა მალევე მოვიგე და ნახევარფინალი იყო პრინციპული ჩემს რავი. ცოტა ხანი გავჩერდით ხო? ესე იგი პრინციპული რატო იყო? ეხლა კიდევ ერთხელ ავხსნათ ხო? კი, ავხსნათ. მე 6-ად შევხვდით ერთმანეთს, მე და ეს ესპანელი ფრანსისკო გარიგოსი. ძალიან ტიტულოვანია, 5 გზის ევროპის ჩემპიონია და მსოფლიოს ჩემპიონიც არის. ოლიმპიადაზე დავმარცხდი მასთან მესამესთვის და ნუ პრინციპული იყო, სამჯერ აქვს მოგებული ჩემთვის და ორჯერ მე მქონდა და ეხლა მოუგე და გავათანაბრეთ და ძალიან მინდოდა მოგება ბოლოს ოლიმპიადაზე მომიგო ბოლოს შეხვედრა და ძალიან დიდი სურვილი მქონდა, თან უკვე ყავდა ბოლომდე შესწავლილი და ყველაფერი დაგეგმილი და გაწერილი მქონდა მწვრთნელებთან ერთად როგორ რა უნდა გაგუკეთებინა და აი ზუსტად ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა და ყველანაირად ვაჯობეთ რა, ტვინითაც და ფიზიკურად, ტაქტიკურად ყველაფრით და გავედით ფინალში. აი ეგ უფრო გამიხარდა მაგას რომ მოუგე, ვიდრე ფინალში. უფრო მეტად ასე გარიგოსთან მაინც ხო? ეს 3-3-ია თქვენ შორის. კი, გულში მქონდა იმ დონეზე ჩარჩენილი ის ოლიმპიადის მედალი რო წამართვა რო ძალიან ეგრე იყო. ესე იგი ესე ვთვლი ხო რომ ის მედალი ფაქტიურად ხო ოლიმპიადაზე. ნუ მანდაც მე მიმყავდა ჭიდაობა, მანდაც შოთაშორის ორიში დოქონდა. კი, ორიში და ორ-ორში დოქონდათ ორივეს, არა ეხლა ვიხსენებდი ხო? ძალიან ისე ერთ წამში მაჯობა რა, ერთი წამის ტვინში მაჯობა რომ მომაწვა და მე მივაწექი და მანდ მოვყევი. ტომოენაგეზე. ტომოენაგეზე გაგდება გააკეთა ხო ტომოენაგე ხო? კი. ისე ტომოენაგე ქართულად როგორ არის? ეხლა ვფიქრობდი ქართულად. ჩვენთან ეძახიან ჩერეზი. ხო, ნუ ეს რუსული ის არის ხო? ქართულად მე მგონი ბევრი გდება არის მათარგმნი ქართულად. დაგორება ალბათ ანაც ფეხით გადაგდება. ან თქვათ აი ხო ფეხით უკუგდება. ხო. შეიძლება ეს იყოს ხო? ფეხით უკუგდება. ფეხით უკუგდება. და შეიძლება ეს ტერმინი ეხლა ჩვენ დავამკვიდროთ ტომოენაგე ფეხით უკუგდება ხო? ხო, ნუ რუსული უფრო ისეთის ხარტია, მაგრამ არა უშო სამაგიეროდ ქართული უფრო საინტერესოა ხო? ფეხით უკუგდება. კი ბატონო. ხო. მაგრამ კაი დავივიწყოთ ეხლა ეს იმიტომ რომ თან ისეთ ამბავს გახსენებს ხო შენთვის? კი. თუმცა შენც ვიყენებ ხოლმე ხო ამილეს, თუმცა შენ უფრო უჩიგარი შიდა ფეხი გარე არა შიდა და ეს სოდე მაჯებიდან წამოკიდება ამას ასრულებ ხოლმე ვფუნდათ ხო? ეს ორი ილეთი არის ჩემი ფავორიტი რა, რაც. ეს ორი ამას გამორჩევდი ხო? კი, კი. აი ფინალში მე მგონი გამოგადგა, გამოიყენე ეს შენი. კი, ერთი პერიოდი ეგ სტილი რაღაც დავიწყებული მქონდა და ეხლა ამ ბოლო პერიოდში ისევ ვარჯიშებზე სულ მუშაობდი მაგაზე და უცხოეთში შეკრებებზეც სულ ვიყენებდი უცხოელებთან და რა ვიცი, გავიხსენე რა ესე ვთქვათ და ძალიან კარგად გამომდის და ეგ უფრო ძალისმიერი ილეთი არის და ძალა კიდე ხელს მიწყობს და არავის არ მოსწონს ეგ გადავლებული რო აქვთ ესე ვთქვათ რა და ჩვენ ქართველები ხო სულ ეგ სტილი გვაქვს და გამოგვდის რა და მაგ რუსიც მაგაზე დაეცა. კი, აი ფინალი, მოდი ფინალი მაინც გამოვარჩიოთ რუსი მეტოქე. მასთან მე მგონი
არა, პირველად არ ქონდა შეხვედრა, ხო? ხო, ეს აიუბ ბლიევი რამდენიმე Grand Slam-ზე აქვს. კი. კაი ესეთი სპორტსმენია, თან გამოსtildeა ასაკოვანი, ასაკშიც არის შედარებით, ხო, ასე თქვა და პრინციპული იყო ძალიან ეგეც, ხო? თან ხა რუსეთის წარმომადგენელი, IGF-ის დროშის ქვეშ გამოდიან, მაგრამ მაინც, ხო? რუსეთის წარმომადგენელთან შეხვედრა ძალიან პრინციპულია შენთვის არა და ყველასთვის ალბათ კარტი. კი, რა თქმა უნდა, ხო. საკმაოდ ძლიერი არის რამდენიმე უკვე 1-3 წელია უკვე ჩაერთო შეჯიბრებში და მოიგო. ვიყავით ერთად შეჯიბრებზე და მაგრამ ვერ შევხვდით და ეხლა შევხვდით და ძალიან კარგ ფორმაშიც იყო. კი. კარგად მოიგო. ტოპ ძიუდოისტებს მოუგო თან და ყოველთვის მინდოდა ისე მაგასთან ჭიდაობა რა. შეკრებებზე რუსებს არ უშვებენ და რუსებთან არ გაქვს ხოლმე ეს შეკრებებზე ჭიდაობა. შეკრებებზე ჯერ კიდევ არ არიან დაშვებულები, ხო? ხო და ვერ ვეჭიდავებით ვერსად რუსებსთან. ერთ-ერთი შეჯიბრზე შეგიძლია ჭიდაობა და თან ისიც ემატება რომ რა თქმა უნდა რუსეთის წარმომადგენელია და რუსთან არ უნდა დამარცხდე რა. ხო და ეგეც პრინციპული იყო ფინალი. ძალიან კი და მანდაც ეს გამოიყენა შენი უპირატესობა და ტექნიკა ამ შემთხვევაში, ხო? შენ მარცხენიდან ხო, აქაც ეს სტილი გამოიყენე, ხო, ჩავლებაც და ადრე თქვი მოსწოს ერთ ინტერვიუში, რომ აი მე მარცხენა ვარ და ეხლა მარჯვნიდანაც როგორ მხედან მარჯვნიდანაც მივედი რამოდენიმეჯერ და ჩამიწვა ეგრევე თუ გახსოვს რა, ანუ გვერდიდან შევედი და ჩამივარდა დაბლა ქვემოთ. ხო. ნევაზაში და ორჯერ ჩამივარდა. და რავი ეგრევე როცა ვიყრებოდი მივარდებოდა და მივხვდი რომ უნდა ან გადამევლო ან გვერდიდან მისულიყავი და გამოვიყენე. კი და რო შეადარო ერთმანეთს, ანუ სოფლიო ჩემპიონობა რა თქმა უნდა კიდე სულ სხვა რამეა, მაგრამ მაინც ტიტული თან ევროპის ჩემპიონატზე იყო შენს მიზნებში ეს ტიტული ალბათ ხო დასახული ხო თქვათ. კი, სხვათა შორის სანამ წავიდოდით, ხო. დავით ქევხიშვილთანაც და ლექსო ღვინიაშვილთანაც მქონა მაგას საუბარი, რომ ეხლა ეს ტიტული ძალიან გვჭირდებოდა, რომ შეგვეკრა ეს ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონობა და გამოგვეყენებინა მოსამზადებლად მსოფლიოს ჩემპიონატის ეს ევროპის ჩემპიონატი და კაია რომ ეს შევკარი რა, მაინც მაგარი არის ჩემი აზრით და ისე რომ შევადა რომ მსოფლიოს ჩემპიონობის მერე არც მიძინია ღამე რა, სიხარულით ემოციით ვერ დავიძინებ, ცადე 1-10-ჯერ, მაგრამ ვერ დავიძინე და ეხლა ევროპაზე უფრო ისე შვიდად ვიყავი და წყნარად რა ჩვეულებრივად შევხვდი ამ ევროპის ჩემპიონობას. მაგრამ ძალიან სასიხარულო იყო მაინც რომ პირველ დღეს როცა გამოვდივარ მთელი საქართველო იგებს ხოლმე რა, ანუ ჩემს გამარჯვებას და მთელი საქართველო აღნიშნავს მე ამას და მეორე და მესამე დღე იმდენად ხმაურიანი არ არის როგორც პირველი და პირველ დღეს ყველა გამოეხმაურება ხოლმე და ძალიან გამახარა ამან რომ მთელმა საქართველომ აიტაცა ეს ჩემი გამარჯვება. სხვათა შორის კი, 60 კილო ისეთ ზონაში გამოდიხარ რომ შენ იწყებ, ხო? სხვათა შორის მე მახსოვს აი ლაშასაც ვკითხე გუჯეჯიანს მაშინ ოლიმპიადის წინ რომ მივდიოდით ინტერვიუ მქონდა მასთან გავაკეთეთ ინტერვიუ და მაშინ ბორჯომში ჩამოვედით თქვენთან და ეს ვკითხე შენზე რომ აი რამდენად რთული არის თან მსოფლიო ჩემპიონი იყავი უკვე მაგ დროს ხო დაწყება თქო რა ანუ გიორგისთვის დამატებითი ის ხო არ არის ეს დაუშვათ ანუ შენ იწყებ შენზეა პირველი დღეა ხო 60 კილო იწყებს და ხო და მასაც ვკითხე ლაშას რომ თრელის კუთხით რომ როგორია ხო არ არის ამ ხრივ თქვენთან დამატებით ის თქვა თან საუბრებიან რომ შენ იწყებ და ლაშა თქვა რომ პირიქითაც იყოს რომ მაგალითად სპორტსმენისთვის აი როგორ ფიქრობ შენ როგორ ეგ დამატებით არის ხო რაღაც შეიძლება ცოტა დაძაბული იყო მაგ მხრივ მაგრამ გუნდში არასდროს არ მაგრძნობინებენ მაგას არც მწვრთნელები და არავინ მაგრამ ნუ შეიძლება გითხრან ერთი-ორჯერ რომ მიდი ახლა შენ იწყებო და შენზეაო დამოკიდებულიო და ნუ არ გძაბავენ ისე აკეთებენ საქმეს რომ არ გძაბავენ მაგრამ მე ვიცი გულის სიღრმეში რომ ჩემზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული ნუ ოლიმპიადაზე რომ დავმარცხდი მე 2 დღე ზე მიყვა ეგრე ცუდად რა და დაკვირვებული ვარ როცა დავმარცხდები ხოლმე მე ცუდად მიყვება ხოლმე და ნუ შარშან სოფლიო მოვიგე და მე მეორე დღეს ვაჟამაც მესამეა იყო მე ტატომ მოიგო და ესე რა
დამოკიდებულია ბევრი რამე პირველ დღეს ვინც ჭიდაობს იმაზე. მუხტი უნდა შეიტანოს გუნდში რა. ხო, მაქრო ისე ძალიან მნიშვნელოვანია, კი, დაწყება, სტარტი. ხო და ისე თემლობაში როგორ შეაფასებ ევროპის ჩემპიონატს? ნუ კაი იყო, ოქრო ავიღე და ცუდი არ იქნება, მაგრამ თემლობაში ხო. დავალებები რაც მქონდა მწვრთნელების მხრიდან ის ყველაფერი გავაკეთე კარგად. თვითონაც შეაფასეს იქვე. ყოველი შეხვედრის მე აფასებდნენ რომ კარგად გამოდიოდა ყველაფერი. არც დაძაბული ვიყავი არაფერი და რა ვიცი, შვენიერ ფორმაში ვარ და ესე უნდა გავაგრძელო მთავარია ახლა მსოფლიომდე რაღაცა არ ვიტკინო ან რაღაც ეგეთი და ყველაფერი კარგად გაგრძელდეს რა. კი, თან როგორც აღნიშნეთ, დრო რჩება ძალიან ცოტა, ხო? ეს ჩემი პირადი ასპარეზობა და გუნდს რაც შეეხება. კი ბატონო. კი, აი ორი ოქრო ავიღეთ, ორი ვერცხლი ავიღეთ გოგოებმა და ბიჭებმა. და საკმაოდ კაი შედეგია რა, ეხლა 7 წონიდან 2 ოქრო არ არის ცუდი. თან მედაილია არც ერთი არ ვიყავით ევროპის ჩემპიონები და გავხდით. ილიამაც მართლა პრინციპული შეხვედრა მოიგო. სხვათა შორის ხო პირველი ტიტულია ილიასთვის, ასევე დიდებში თუ ხო, ოქრო არ ქონია ილიასთან. არ ქონდა ოქრო, ხო. ოქრო აიღო და კაია და რა ვიცი, გუნდურიც 3-3-ზე ბოლოს სოფომ დაამტკიცა რომ ქალები მართლა ძლიერები არიან საქართველოში და მით უმეტეს ძიუდოში და კაია მიულოცავ გოგოებს და ბიჭებს და მართლა სასიხარულოა რომ მესამედ გახდნენ ევროპის ჩემპიონები გუნდურში. ამ ფინალის დროს ნუ თბილისში იყავით, აქ იყავით სასალუყური ისე თუ სამი ხوار შეიკრიბეთ. არა, მარტო ვიყავი და მარტო უყურებდი. ხო მე ანუ იმედი ყოველთვის მაქვს ხოლმე რა, ანუ 1%-საც არ მაქვს ის რაღაცა რომ ქართველებზე რო თქვა რომ ანუ შეიძლება დავმარცხეთ ან რაღაცა 3-1-ს ვაგებდით, მაგრამ მაინც იმედი მქონდა რომ მოვიგებდით და მართლა მოვიგეთ რა. ხო, თან როგორი ისე ხო დრამატული. ხო. ეს მაი ლოტოტრონს ვეძახით ახლა ჩვენ ესე ქვია ხო, კენჭისყრას თუ აი თუ რა თქმა უნდა გახსოვს ახლა ეგ ოლიმპიადაზეც მსგავსი სიტუაცია იყო ხო, მაშინ 3-3 დამთავრდა იტალიასთან იყო ის შეხვედრაც. მართლა ფინალი არ იყო. მაგრამ ხო, იგივე სიტუაცია ისეთივე იყო რა და კი. თან ძალიან მაგარია რომ სოფომ დაამტკიცა მართლა. იმიტომ რომ ის შეხვედრა დათმო პირველი ამ სპორტსმენთან ხო, ამ აზია ტავანოსთან და კი. აქ მაგრად მოახერხა რა ძალების მობილიზება. კი, თან ეგრევე და რაღაცნაირად გული მიგრძნობდა აი მართლა სიმართლეს ვიძახი. ეხლა რომ შევიდეს და ეგრევე დააგდოს რა მოხდება თქო ნეტა და ეგრევე დააგდო რა რაღაც. კი. შეიძლება მე ვნახე მე ინტერვიუ ხო და სოფო ამბობს რომ მინდა რომ მე ამ უსულიყავიო. ხო. იქ რომ აუშვათ დაემტკიცებინა რომ კი. არა მართლა მაგარი გამორჩა. თან საკმაოდ ის გამოსტილი და ის ტიტულოვანიც არის იტალიელი. კი. აქვს კაი მედლები. ასე რომ ძალიან ისეთი ემოციური ის იყო ხო? ხო და ესე იგი მესამე სამგზის ჩემპიონები ვართ უკვე, რამდენად მაგარი ამბავი არის შერეულ გუნდურში. და მსოფლიოსიც ასევე კი და ევროპული თამაშებიც ერთვება მაგას. ისე რამხელა ტრადიცია აქვს ხო საქართველოში 60 კილოგრამს. ხა წინაზე ჩვენ ლუხუმი ყვავდაჩხმიანი ლეგენდარული სპორტსმენი უკვე ჩვენი დაასრულა კარიერა. უყურე ხო? ხო, დაასრულა კარიერა და ლუხუმამდე კიდე ნუ ძალიან ხო, იგივე ნესტორ ხერგიანი, ამინა პაპინაშვილი, სხვა ბიჭები კიდე ხო? კი. ხო, და მე ახსოვს შენ ერთხელ კითხეს IGF-ის პატარა ინტერვიუსავით გავაკეთეთ და იქ ამბობ ერთად ვიყავით მაშინ. ერთად ვიყავით. კი, მე მგონი პირველი ტიტული მოიგე მაშინ, ხო? გასლემი აბუდაბში, ხო. აბუდაბის 2022 წელია თუ სწორად მახსოვს. 22 კი. ოქტომბერი იყო. ოქტომბერი, ხო. აი ეს პირველი ტიტული როგორ გახსოვს? მოდი და მე ამ 60 კილოგრამზე მე კიდე ვილაპარაკოთ. ნუ ეგ პირველი ტიტული იყო დიდებში ჩემი ოქრო და მანდიდან დაიწყო ჩემი უფრო ესე ვთქვათ დამკვიდრება რა 60 კილოგრამში პირველი ოქრო რო ავიღე და ჩემ თავშიც დავრწმუნდი რომ შემეძლო ასაკის მიუხედავად მაინც შემეძლო რომ ყოფილიყავი ერთ-ერთი ტოპ ძიუდოისტი საქართველოსთან 60 კილოგრამში. დიახ. მაშინ სამნი ვიყავით ჩემ წონაში და ძალიან დიდი კონკურენცია იყო რა. სხვათა შორის კი ძალიან დიდი კონკურენცია იყო და ესეც გარკვეული мотиваციას გვაძლევდა სამივეს. კი, ხა უყურებდი ისე თემურ ნოზაზეც იყო. კი. კი ბატონო. მან
ტურნირზე, ხო? კი. და საკმაოდ რთული ბადიც გაიარა ეხა მაშინ. მე ყველა შევხედავ, ვისაც შევხვდი, ყველას ძლიერ სპორტსმენს შევხვდი. პირველი შეხვედრიდან ისრაელს მოუგე და მაგასაც რაღაც წარმატებები ქონდა დიდებში და მეორე მოუგე ფრანკს და იმასთან წაგებული მქონდა ზაგრებში. მერე თურქს მოუგე, რომელმაც ოლიმპიადაზე აი ეს ოლიმპიადაზე ხო, მაგ თურქია ხო? თურქს მოუგე, მერე აზერბაიჯანელს მოუგე, ოლიმპიადა იჭიდავა მაგან და ნუ ფინალში ლეგენდარულს იანგი უნგუეის. კი, ვისთანაც მერე სოფლიო ფინალის მაგ დარბაზში, მაგ ისე როგორი საინტერესო იყო ხო, მალევე ძალიან. ხო. ხო და 60 კილოგრამზე მაშინ მაგ სლემის მოგების შემდეგ კითხეთ, რომ რამდენად შორს ხო IGF-ი გეკითხება ჟურნალისტი ჯეკი ბილინგემი, რომ რამდენად შორს, იმიტომ 60 კილოგრამში ამხელა ტრადიციას. ჩამომითვალა, რომ ჩამოგითვალა, ხო, ჭრიმიანი. ეს აქვს მოგებულიო ისა. შენ რას აპირებოდა? მე ყველაფერს მოვიგებ, რაც არ აქვს მეთქი რა. ხო და სიკაც ამბობ ეგეთ რამეს, რომ ანუ შეეცდებოდი რომ ყოფილიყო ერთ-ერთი საუკეთესო საქართველოსთან ამ წონით კატეგორიაში და ძალიან მალე ფაქტიურად ასე თქვათ ძირითადი ტურნირები, ხო, ნუ მოგებული გაქვს რა, ეხა ოლიმპიადა ახსენე, მოდი ოლიმპიადა ახსენე და ოლიმპიადას როგორ გაიხსენებ? ეხა ეს ილდიზი ახსენე ეს თურქიისთანაც და მეოთხედფინალი იყო მე მგონი, ხო, დამარცხდი. თან კაი დიდი შეხვედრა იყო, რაღაცა მახსოვს, ძალიან დიდხანს იჭიდავთ, ხო? როგორ ფიქრობ, აი პირველი ოლიმპიადა მაინც პირველი რთულია ხოლმე ყოველთვის რა. კი, მაგ დროს ანუ ერთი წელიც არ არის გასული, მაგრამ იმხელა გამოცდილება მივიღე და ისე გადავხარშე და იმდენი პლუსები წამოვიღე ოლიმპიადიდან, რომ აი 2-3 წლის შეჯიბრების გამოცდილებას უდრის რა. ხო და ეს ყველაფერი დავაგროვე. მე ერთად მწვრთნელებთან ერთად ვიფიქრეთ, ყველაფერი დავწონეს და მე გეგმა დავსახეთ და ისე მივუყვებით ეხლა და მაშინ რაღაც მინუსები რაც იყო, ძალიან ბევრი მინუსი იყო, ეხლა აღარ მაქვს ეგ მინუსები და გამოვასწორე. ტაქტიკური მხარე იყო მაგ თურქთან 4 წუთიან შეხვედრაში, მთელი 4 წუთი მე ვიყავი ჩართული და ნუ როგორი აქტიურიც არ უნდა იყო, ეხლა საჯი ეგრევე არ მისცემს გაფრთხილებებს, მოწინააღმდეგეებს რა, ცოტა შენც ესე ვთქვათ უნდა იმაიმუნო რა ესე ვიტყვი. ხო, გასაგებია, ხო. ცოტა სხვანაირად უნდა მოიქცე, მე მთელი 4 წუთი მე ვიყავი ჩართული და ოლიმპიადა ეხა იმხელა წნეხი გაქვს და ემოციურად ხარ დაღლილი რა, შეიძლება მაგარი მომზადებული იყო სუნთქვით, მაგრამ ფსიქოლოგიური მხრიდან დაიღალო და ზუსტად ეგ მომივიდა მეც და ფსიქოლოგიური ზეწოლა რო იყო, მაგით დავიღალე რა, თვითონ შეხვედრაში და ბოლოს ვეღარს გავთვალე რაღაცეები და ძალიან ცუდად წავაგე ეგ შეხვედრა თურქთან. ხო, კი, მახსოვს იქ. მე გადაერთე რეპეშაში, ნუ იქ სხვადასხვა იქ ხო, ეგ კორელი ის კიმონჯინი. ხო, ბატონო, ტიტულოვანი. ძალიან, კი. მაგრად მოახერხე მან ძალების მობილიზებას და ყველაფერი და ბრინჯაოზე იჭიდავე, ხო? სხვადასხვა აი იცი რა არის ბრინჯაოს, აი რატომღაც არის ესე, არ ვიცი, ოლიმპიურ თამაშებზე ძალიან გვიჭირს ბრინჯაოს მედლის მოგება. აღება. ხო, ნუ მანდაც ფსიქოლოგიური თემა იყო მაგ გარიგოსთან. ყველა სპორტსმენს თავისი რაღაც ტაქტიკა აქვს რა და ეს როგორ იყო იცი, რომ ანუ ვითომ მაჩვენებდა რომ სუსტი იყო და არადა ძალიან ძლიერი სპორტსმენია და ალბათ ეგ იყო მაგის გათვლა, რომ თავიდან მეგრძნო მე რომ სუსტი იყო და მართლა დამატებით სანამ გადავიდოდი ძალიან სუსტი იყო და ჯობნიდი კიდეს ორი გაფრთხილება მივაღებინე და ბოლოს ოდნავ რომ დავიღალე თვითონ წამოვიდა მე ჭიდაობაში აქეთ თან ორი გაფრთხილება რომ ყავდა და აი მომაწვა და მეც მივაწექი და აი ძალიან ცუდად დავეცი ხო და ეხლა ევროპის ჩემპიონატზე ვიცოდი რომ ეხლაც ეგრე იქნებოდა რომ ძალიან ისე მოდუნებული ვითომ სუსტი ვითომ დაღლილი და მწვრთნელებთან ერთად ეგ ქონა დაგეგმილი რომ ჩვენც ეგრე უნდა გვიქნა რა რომ თვითონ რასაც იზავდა ჩვენც ისე უნდა გავუკეთებინა და ეგრე გავუკეთეთ და ვერაფერი ვერ ქნა რა ეს ეხა ევროპა ხო ანუ ზოგჯერ თვითონ რასაც გიკეთებენ შენც ის უნდა გაუკეთო რა ანუ რაში ძლიერი ხარ იმაში ძალიან სუსტი ხარ ანუ მოწინააღმდეგისთვის რა
ხო, არა, კიდე ევროპის ტიტულსო დავაბრუნდე. ეს მოდი ეს медали, ეს ევროპის ოქროს медалია, ხო? მოდი ვაჩვენოთ. კამერაში, ასე ვთქვათ. ხო. კიდევ ერთი ოქროს медали შენს ძალიან ახალგაზრდულ კარიერაში. იმიტომ რომ ესე იგი მოდი ეხლა სოფლიო ჩემპიონატები ზე გაქვს ბრინჯაოს медалიც გაქვს ხო პირველი ხო მართალია და სოფლიო ჩემპიონი ხარ ძალიან ახალგაზრდულ ასაკში ნუ ძალიან ესეთი შედეგია შენ ხო და სოფლიოები როგორ გაიხსენებ იმიტომ რომ ის медали ძალიან მნიშვნელოვანი იყო დოჰაში ის ბრინჯაოს медали ხო მაშინ დებიუტი იყო მე მგონი შენთვის სოფლიოზე ხო არ ვსწრები ხო სოფლიო ჩემპიონატზე იმიტომ რომ წინა წლებში ჯერ კიდე მახსოვს 20-21-ში იტალიაში მოიგე ახალგაზრდული და 20-22-ში ეკვადორში ვერცხლის медали ჰქონდა ხო დებიუტი ჰქონდა 23-ში კიდებში ხო ესეა კი იმ სოფლიოზე რა ვიცი 4-ჯერ ვარ გასული და 4-დან 4-ვე медали აქედან 2 ოქრო სხვათა შორის ხო ანუ ახალგაზრდული медали ახალგაზრდებში ხო და დიდებში დებიუტი იყო 23-ში დოჰაში მაშინაც არ ვიცოდი დიდად ანუ მაინც პატარა რო ხარ ბევრი რაღაც სხვანაირად არის და მაშინაც ანუ რაც წამიგია ყველაფერი გამოცდილებით წამიგია რა და ეხლა უკვე დავაგროვე საკმაოდ დიდი გამოცდილება თლად იმდენი არა როგორც ჩვენს გუნდში არის და ჩვენს ლეგენდარული სპორტსმენებს აქვთ მაგრამ საკმაოდ დიდი გამოცდილება დავაგროვე და მაშინაც მაგის გამო დავმარცხდი მესამე ავიღე მაგრამ მოქრო მინდა და ძალიან მაშინ და მაგ მესამე ადგილზეც ვარ ყველაზე ახალგაზრდა ვინც მესამე იყო 19 წლის ასაკში. სხვათა შორის ხო, ეგ მაგაზე არ გვიფიქრია, ხო. ყველაზე ახალგაზრდა პრიზიო. მე ხო მე ილია და ის ვაზაგაშვილი ვართ ყველაზე ახალგაზრდა. ხო, ილია 2021-ში ბრინჯაო აიღო, მახსოვს, ანდა ვარლამ ლიპარტელიანა მაშინ ბრინჯაო. კონო ერთად იდგნენ ვარსპილზე, ეგ მახსოვს, ხო. უნგრეთში კი ბუდაპეშტში, ხო. ხო. ესე იგი უნგრეთში შეიძლება კიდე ერთი რაღაც რეკორდის მაგვარი გაარტყა. კი. და გახდე თქვა ყველაზე ახალგაზრდა. ნუ უნგრეთში უკვე 22-ის ვიქნები, მაგრამ ხო. შეიძლება 22 წლის ასაკში არ იყოს ვინმე ორგზის. ნახოთ აბა. ხო, ეს უნდა გააგრძელო ესეთი რაღაც ისენი რა, ყველაზე. კი, კი. ხო. ნუ თლიანობაში ესე იგი სოფლიო მე რომ ნახეთ სტატისტიკაში ხო ესე გამბირან ტოტეკაშვილი ანუ 20 წლის იყავით ორივენი. თვეებზე არის რაღაც განსხვავება რა. თუმცა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. კი, მე დამოუკიდებელი. ნამდვილად ასეა და აი ეს სოფლიო ჩემპიონატი შენ აბუ-დაბიში იქ ჩაატარე 5 შეხვედრა ხო სწორია? 5 ჩაატარე და ანუ ბოლო ფინალი იყო ძალიან კი, სასწაულოდ მაგარი, ხო? იხსენებ ხოლმე, ხო უყურებ ხოლმე იმ ფინალს? კი, უყურებ და როცა არ უნდა ჩავრთო, გული მიჩქარდება ეგრევე რა. ეხლა ევროპის ფინალსაც უყურე და ეგრევე გული ამიჩქარდა, ხო. აი ხა ამ ფინალს ხო? ხო, რაღაც სულ დაძაბული ხარ რა, მაგ დროს რაღაცნაირად. ის ფინალი ძალიან მაგარი ფინალი იყო და გრანსლემი მოახსენეთ და მაგ გრანსლემზე ფინალი მოუგე. მან და აბუ-დაბში მაგ დარბაზში და მე მსოფლიოს ფინალში შევხვდით იგივე გარემოში და ერთ-ერთი გქონდა რა ბოლოს იმან მომიგო მასტერსზე მესამესთვის იერუსალიმში და ის მესამე შეხვედრა იყო თქვენთვის ესე გამოდის ხო მსოფლიოს ფინალი კი მესამე ხო ხო და ნუ ბოლოს მე მქონდა წაგებული და ზოგადად ვისთანაც გაქვს წაგებული ეგრე არის რომ უფრო გაბედულად ხარ მე და სხვანაირად ხარ რა ხო და ეგრე ვიყავი მეც და სხვათა შორის ხო ეგ თქვა ლუხუმაც რომ ვისთანაც უმარცხდებოდიო იმინდოდა რომ იმისთვის მომეგო ზუსტად რა ეგ უფრო დიდი სურვილი გაქვს და უფრო დაძაბული არ ხარ და ვისთვისაც მოგებული გაქვს იმასთან უფრო სხვანაირად შედიხარ შენ თვითონ რა ცოტა დაძაბულად და ნუ მაგ იანგს რაც შეეხება ძალიან ნუ წარმატებული სპორტსმენი არის, მაგრამ რასაც დაკვირებული ვიყავით, იქ ნუ მწვრთნელები ხო ყოველთვის განიხილავენ რაღაცებს და მე ჩვენთან ერთად განიხილავენ ხოლმე და საუბრობთ და ერთი რასაც დავაკვირდით ყველაზე მთავარს ის იყო, რომ ფინალში როცა გადიოდა, ყოველთვის მარცხდებოდა რა, ანუ
სტატისტიკას რო გადავალეთ თვალი, ბევრი ოქრო არ აქვს აღებული რა, ანუ ოლიმპიადაზე ფინალში დამარცხდა, აზიის ჩემპიონატებზე ფინალში ბევრჯერ დამარცხებული და გრან-სლემებზეც ბევრჯერ დამარცხებული და აი მაგას ჩაუღმავდით და მაგაში ვაჯობეთ უფრო ფსიქოლოგიურად რა. კი. ხო და ის მომენტი ყველა იმ მომენტს გახსენებს ხოლმე ხო ალბათ ის შებუჭვიდან რომ გამოძრომა ხო. ეგ რაღაცნაირი მომენტი იყო, ერთი წამოვიწია და რომ მივხვდი რომ ტრიალდებოდი რავი. 8 წამი იყო, ხო? ხო, 8 იყო. ორი წამი იყო. კიდე კაი ძველი წესები იყო. ხო, ძველი წესები. ხო, კიდე კაი. კიდე კაი, თორე 5 წამზე უკვე იუკოა და. ხო, და მაინც ამ სოფლიო ჩემპიონის ტიტული, აი ეს ტიტული მაგიტომაც ის კადრები ხო, ყველა მის ხა შენი კადრები რომ რაღაცნაირად გავისახარ ხო, დაფრთხოვნებული ამ შედეგით, მაინც სხვა არის ხო, სოფლიო ჩემპიონის ტიტული. ალბათ ყველაზე ძნელი არის მსოფლიო ჩემპიონობა მაინც ხო თუ როგორ შეაფასებ რა სიტყვა ძალიან ძნელი მსოფლიო ჩემპიონატი იყო და ზოგადად პატარა წონები ანუ მე პატარა წონა რო ვარ მაგით არ ვიზახი ზოგადად პატარა წონები უფრო რთული არის რა ანუ პატარა წონებში ჭიდაობა იმიტომ რომ ძირითადად ყველა ქვეყანას ორი წარმომადგენელი ყავს პატარა წონებში უფრო ვიდრე დიდებში და ჩვენთან რო არის ხოლმე რაღაცა 60 კაცი დიდ წონებში არის 40 და ჩვენ უფრო მეტი გვიწევს და როგორია ეხა უმეტეს წარმატებული ქვეყანას ორ-ორი ყავს და ჩემთან ძალიან ბევრი ქვეყანას ყავდა ორი სპორტსმენი რა აი რო ჩამოთვალო მართლა ტოპ ქვეყნები ანუ კაზახები, იაპონელები, კორეელები, აზერბაიჯანელები, მონღოლები და ყველას ყავდა ორ-ორი. ხო და ძალიან ძლიერი მსოფლიო ჩემპიონატი იყო და თვითონ შეხვედრებიც რთული მომიწია რა. ნახევარფინალში იაპონელს მოუგეთან. მე მგონი იმას ხო ვისთანაც მსოფლიოს კი, ახალგაზრდების მსოფლიო წავაგე, ხო? კი, ახალგაზრდების მსოფლიო წავაგე და მე ნახევარფინალი მოუგე. კი. ძნელი იყო. ძნელი იყო, მაგრამ ნუ მსოფლიო ჩემპიონობა დიდი ამბავია, განსაკუთრებული ამბავი მახსოვს მე რამდენად ბედნიერი იყავი შენც ყველა მწვრთნელები ფედერაცია და ყველანი ხო? კი, ყველა საერთოდ ყველა. ვინც ესწრებოდა და ვინც საქართველოში იყურებდა ხო ამ გიო ეხა საინტერესოა ეხა აი მზადების პერიოდი როგორი იქნება მსოფლიო ჩემპიონატისთვის რომელიც თქვით რომ ძალიან მალე გაიმართება რა კი ძალიან მალეა უკვე და როგორც ვიცი 2-3 დღეში გვეწყება შეკრება ზუსტად არ ვიცი სად ლოკაცია არ მიკითხავს და დავიწყებთ უკვე საკმაოდ კარგ მზადებას რა იმიტომ რომ ისეთი ვარჯიშების დრო აღარც არის რომ მოვდუნდეთ და რაღაცა ეხლა უნდა გამოვიყენოთ ეს რამოდენიმე 1-10 დღე კარგად დასატვირთად და მე უკვე ნელ-ნელა ცოტ-ცოტას დავისვენებთ რა უკვე გადავალთ სხვა ეტაპზე და ეხლა ეს პერიოდი უნდა გამოვიყენოთ ძალიან ახლოს არის მაგრამ რას ვიზავთ ესე უწევს ხო ეხლა კიდე ვიხსენებთ რა წირო სოფლიო ჩემპიონი რო გახდი მე მგონი მალევე ქონდა დაბადების დღე ხო კი თბილისში ჩამოვცულები იყავით უკვე თუ როგორ იყო 26 მაისს მაქვს დაბადების დღე 26 მაისს გაქვს კი 25-ში ჩამოვედით საღამოს და რამოდენიმე საათში მქონდა დაბადების დღე ალბათ ეგ ყველაზე მაგარი დაბადების დღე მაგარი იყო ხო ყველაზე მაგარი ეგ იყო მართლა რაც დაბადების დღე მქონია დავპოსტე კიდეც მე Facebook-ზე რომ მეთქი თუ გინდათ გაიგოთ როგორია საუკეთესო დაბადების დღე მე მკითხეთ თქო ეგ პოსტი ქონდა ხო ხო მაგარი იყო ძალიან ხო თან ესეთი დღე არის ხო ჩვენთვის ქართველების დამოუკიდებლობის დღე არის თან აეროპორტი იყო სავსე რა ძალიან ბევრი ხალხი იყო და ჩემ დასახვედრად კი ეგ მახსოვს ხო მახსოვს მე მანქანებით კი რბოლა ერთგვარი და კი მაგარი იყო ძალიან ხო ესე დაუწყარი დღეები სპორტს მოაქვს ესეთი სიხარული ხო რა სიტყვი შენ ძალიან ახალგაზრდულ ასაკში შეიგრძენი უკვე ეს სიხარული ხო აი რა სიტყვი რა შეგიძლია უთხრა იმ ბიჭებს ვინც თქვა რა გოგოებს ვინც თქვა ეხა დაიწყებს ვარჯიშს აი რა მოგცა და რას გაძლევს სპორტი და ძიუდო ზოგადად რა ნუ პირველ რიგში რასაც სპორტი გაძლევს არის ის რომ გაყალიბებს სწორ ადამიანად ოღონდ უნდა მიუდგეს სწორად და დაუჯერო უფროსებს ვინც დაგაწყებინებს და მწვრთნელებს რა თქმა უნდა და შემდეგ გაძლევს წარმატებას და ანუ რასაც რა შრომასაც შენ ჩადებ იმას უკან გიბრუნებს რა ესე ვთქვათ ანუ რამესაც დაიხარჯები იმდენს ამოიღებ უკან რა ხო და რა თქმა უნდა ფინანსურადაც
გეხმარება სპორტი და ყველაზე მთავარი, ერთ-ერთი მთავარი რაც არის ხალხის სიყვარული არის აი ყველაზე მაგარი გრძნობა და ულევი არის ეგ რა ანუ ქუჩაში რო გადიხარ და ყველა რო გაჩერებს და რა გილოცავენ და ამ ძალიან სასიხარულოა ეგ გრძნობა რა თან ქართველები არ ვართ ბევრნი და ცოტანი ვართ და ყველას იცნობს მართლა და ძალიან სასიხარულოა ეგ რა ხო და რას თავარია ვარჯიში არ უნდა დაიზარო არასოდეს არა აი როგორ უნდა ჩავდო მაქსიმუმი ხო შენ თავიდანვე არა ხო უნდა ჩადო მაქსიმუმი მოგონდ სწორად უნდა მივუყე ყველაფერს და მაგისტვის არიან მწვრთნელები რა რომ მწვრთნელს დაუჯერო ზოგი არის რომ არ უჯერებს მწვრთნელს და თავისას აკეთებს მაინც მაგრამ მწვრთნელი არის მაგისტრი რომ უნდა დაუჯერო და გააკეთო ყველაფერი შეიძლება იყოს რაღაც სირთულეები მარცხი იყოს ბევრჯერ ან რაღაც ტრამვები მაგრამ შანსი არა რომ ეს შენი ამდენი წვალება და შრომა არ დაგიფასდეს რა ხო რა თქმა უნდა თან ეს ხო ეს სურვილი ხა შენ ეხას თქვი რომ ერთი სული გაქვს უკვე მოგენატრა ხო ვარჯიშს როცა დაიწყებ ხო ანუ სხვანაირად ეს ამას ხო ვერ გასწავლებს რა ეს შინაგანი ხო სხვანაირად ანუ ვერ გაძლებს სხვანაირად ხო ვერა მე მახსოვს აი რუსთავში რო შეგხვდი ერთხელ რუსთავში ვიყავი ჩამოსულები მაშინ კი მახსოვს ხო თბილისში მოდიოდი ხო ჩემი შვილი აბარებდა მართვის მოწმობაზე გამოცდას და ხო და ვფიქრობდი რომ მეთქი ეს გიო არის თქო და იდექი გაჩერებაზე როგორ ვეძახი სამარშრუტო ტაქსების ხო თქო ავტობუსი ნუ მოგვეთ გაჩერებაზე და რო კითხეს მე მგონდა რომ სადღაც ვარჯიშზე მოდიოდი თბილისში ანუ ეს თემა რა მე ჩემს შულს ვეუბნებოდი რომ მეთქი ხო ხედავ თქო ანუ იმდენად მიზენ დასახულია ადამიანი რომ ზართული იყო დაზარება ის წარმოუდგენელი რომ თქო ვარჯიში გაასწინო ან რაღაცა თქი შენც აი ესე უნდა იყო თქო შენ მერე მსოფლიო ჩემპიონი გახდა ჩემო შვილმა ჩააბარა ის ტესტი მისი მართვის მოწმობის და აი იყო მოწმობა და ეგ ანუ იმაზეა რა ანუ ადამიანის მონდომება სურვილი და მიზანი რა კონდეს ხო კი სურვილის დიდი მნიშვნელობა აქვს ან უნდა გინდოდეს და გულიდან უნდა მოდიოდეს ეგ სურვილი არ უნდა დაიზარო ხო გიო აი შენ კიდე ერთი ინტერვიუ მაქვს შენ ნანახი გამბობ რომ ოცნებები კი არა მაქვს უფრო მიზნები მაქვს ცხოვრებაში და აი აქ ანუ როგორ რა იგულისხმე ნუ ჩემი აზრით ცხოვრებაში ყველაფრის მიღწევა არის შესაძლებელი რა ანუ არაფერი არა ისეთი რომ ვერ მიაღწიოს ადამიანმა ყველაფერს მიაღწევს ნებისმიერი ადამიანი რასაც მოინდომებს რა მთავარია როგორ მიუყვება და ჩემთვის პირადად ეგრე არის და მე მასე ვთვლი და მაგას ოცნებას ვერ დავარქმევ იმიტომ რომ მიღწევა შემიძლია და მიზანს მაგიტო ეძახი მე ესეთი აზრი მაქვს მაგ საკითხზე ხო მაგარია ეგ თავარია რომ აი იბრძოლო ამ მიზნებისთვის არა თუნდაც უნდა მაქსიმუმი უნდა ჩადო არა ყველაფერი ხო კი ბოლომდე კი ასე გასულშენი ინტერვიუების გარშემო უტრიალებთ კიდე მახსოვს რომ ერთხელ თქვი რომ ეს ჩემ პირველი медали შენ სამთაწყარო ხო სოფელი კი მიუძღვენ იქ ხარ იქიდან ვარ წარმოშობილი კი და ძალიან გულშემატკივრობენ და მთელი სოფელი ძალიან ხმაურს ტეხს ხოლმე მე რო ვიმარჯვებ და ყველა ძალიან გულშემატკივრობს და მაშინ მიუძღვენი ჩემს სოფელს ეს გამარჯვება ეს медали მინდა მიუძღვნა ჩემს სოფელს სამთაწყაროს ასე გულშემატკივართ არმია ყავს სამთაწყარო რუსთავი ვახსენეთ ხო იქ და რუსთავშიც ძალიან ბევრი ხალხი გულშემატკივრობს შემდეგ იქ გააგრძელე იქ განაგრძე ხო შენი ვარჯიშები იქ დაიწყე ხო რუსთავში დავიწყე კი აი იქ დაიწყე რუსთავში დავიწყე კი რუსთავში დავიწყე და რუსთავში ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავს თვითონ მთელი ქალაქი და აი უკვე ბოლოს კი რო წავიდეთ მაინც როგორ ფიქრობ გიო აი აუშვათ ქართველი ჯუდოკების უპირატესობა თქვა რა არის რა შენ ქართულსაც მეგონი ჭიდაობდი ხო ქართული ჭიდაობა ძალიან ალბათ დიდ ბაზას გააძლევთ ხო მაგრამ მაინც არის კიდე აი რა რითი ჯობი ვართ რითი ჯობნით ხვებს რა სიტყვი როგორ ხო არ გიფიქრე ამაზე ჩვენი გენი ზოგადად ეგეთია რა ჩვენი წინაპრები სულ ომობდნენ და რა ვიცი მართლა აი ძალიან დიდი წარსული გვაქვს და ძალიან რთული რა და ძალიან ძლიერები ვიყავით მაგაში და ეგ გენეტიკურად გვაქვს ეგ ყველაფერი და ზოგადად ძლიერები ვართ გენეტიკურად ანუ ძალა გვაქვს და ჩვენთან ნაკრებშიც ყველა ესე ვართ ყველა ამით გამოვირჩევით და ჩემი აზრით ეგ არის ჩვენი უპირატესობა რომ
ქართული ძალა რა, ქართული ძალა გვაქვს და ერთიანობა. ხო, კი ბატონო და ამ ძალით და ერთიანობით ყველაფერს მიღწევა შეიძლება რა. კი. აი ოლიმპიადაზე ალბათ ეს სულ ალბათ არ გასვენებს ხო ამაზე ან ფიქრი ან შემდეგი სამიზნე მთავარი რა სიტყვოდი მთავარი სამიზნე რჩება ოლიმპიური თამაშები შენთვის? კი, რა თქმა უნდა, კი. სპორტი გაძლევს რაღაც კარგ დღეებს, მაგრამ ცუდსაც გაძლევს და ეს ოლიმპიადაზე 10 დღე ალბათ ყოველ დღე ვტიროდი და ამ დღეებს აუცილებლად დავანაზღაურებ და არ წავალისი ამ სპორტიდან რომ ოლიმპიური ჩემპიონი არ გავხდე, უეჭველი უნდა მოვიქო. აი ესე იგი მაინც ამ ხელა ის მოგცა ხო? კი, არ როგორია, ძალიან ძნელია ხო? ძალიან ძნელი იყო, კი. ძალიან ძნელი იყო. გაბრაზებული იყავი ძალიან? გაბრაზებული უფრო აი გულდაწყვეტილი ვიყავი ძალიან. გულდაწყვეტილი ხო? გულდაწყვეტილი რომ თან მესამესთვის რო გადიხარ უკვე ორი გაფრთხილება ქონდა, მეგონა უკვე მოგებული მქონდა და აი ეგ არის ყველა ეს ცუდი რომ გონია და ვერ იგებ. ხო, რა თქმა უნდა შემდეგი ოლიმპიადაზე ეგ აღარ უნდა განმეორდეს და არ განმეორდება ეგ. ხო. არ განმეორდება. ან თავარია ალბათ ხო ისე აი შენ თავთან უნდა იყო ალბათ ხო შენი თავით მაყოფილი რომ შენ ბოლომდე იბრძოლ შეიძლება მართლა გაჯობოს მეტოქე მე ხა ხო ძიუდოა და ხდება ხო ჯუდოა და ტატამია და ბევრი რაღაც მაგრამ თავარია შენი აი თუ ბოლომდე იბრძოლებ და მეტოქე გაჯობებს და ხო ნუ მაგდროს ვერაფერს ვერ იზავ ხო მაგრამ როცა ჯობნი და ყველაფერი შენსკენ არის და მარცხდები ეგ არის გულდასაწყვეტი და თავისით ხდება მე ეგ ემოცია რა კი, მაგიტომაც ალბათ ესე განიცადე, ხო? კი, ძალიან განიცადე, ძალიან განიცადე. კიდე აი დაუშვათ გულშემატკივარს ხო არ გინდა რამე მიმართო ან რამე უთხრა ან ძიუდო ძალიან ბევრი გულშემატკივარი იყოს ბოლო პერიოდში კიდე უფრო გაიზარდა მე მგონი, ხო? რასაც ეხა იგივე პატარა წარმატება როცა აღარ ხოლმე ან ისედაც ხედავთ რა ხდება სოციალურ ქსელებში, ხო, იგივე ბევრი მისდევს, ბევრმა ძალიან დეტალები იცის ეხლა ალბათ ხო ყველაფერი რა ხდება როგორ ანაირად და გძნობთ ამას სპორტსმენები. კი, ძალიან აი მართლა ძალიან გულშემატკივრობს ქართველი ხალხი და ძალიან სასიხარულოა და ძალიან დიდ мотивაციას გვაძლევს რა თქმა უნდა. ჩვენც ხო ჩვენი ქვეყნისთვის ვაკეთებთ ამ ყველაფერს და რო ვიგებთ პირველ რიგში ქვეყანა გვახსოვს და ეგრევე დროშაზე ვიდებთ ხელს და იმის დროსაც რა ვიცი ქართველებზე ვფიქრობთ და ეგ არის ჩვენთვის რა სასიხარულო რომ ქართულ ხალხს ვახარებთ და ძალიან დიდი მადლობა ჩვენ ქართველებს ესეთი გულშემატკივრობისთვის გვერდში დგომისთვის და ვეცდებით რომ სულ ესე გავახაროთ და სპორტი მართლა აერთიანებს ქართულ ხალხს და ძალიან კაია რომ სპორტს ამდენი რაღაც შეუძლია. კი, ნამდვილად ბევრი რამე შეუძლია და ეს რას თქვი ზუსტად ეგ არის რომ აი ეს დროშის ჩვენება ხელის ხო ეგ ყველაფერი ავტომატურად ხდება რა იმიტომ რომ სულ მაგაზე ფიქრობ ტვინში სულ ეგ აქვს და თავისით ხდება ეგ ყველაფერი რა იქ დაგეგმილი არ გაქვს რა უნდა გააკეთო და ეგ თავისით ხდება და რაც არის ეგ არის კი ბატონო და დაველოდებით კიდევ არაერთ ზის ხო შენი მხრიდან და სხვა ჩვენი ასე თქო ნაკრების წევრების მხრიდანაც ანალოგიურად წარმატებას გამარჯვებას და დიდი მადლობა გიო ძალიან დიდი მადლობა რამე ხო არ არის ეს თქმაც გინდა ან დაუშვათ ასე თქვათ მე დღევანდელი დღის ამბავში ეს მაისური ხო სოფლიოში აბუ-დაბი ალბათ თუ დიდხანს დარჩება ხო მოგონებათ და კიდე გისურვებთ არაერთ გამარჯვებას წარმატებას და თავარი სამიზნე ასე თქვათ რომ შეიკრას ხო დაუშვათ ოლიმპიადა წინ კიდე ბევრი ამბავი ბევრი წარმატება გელის და კი და დავამატებ მადლობას გადავუხდი ჩვენს ფედერაციას თელს შტაბს მწვრთნელებს ექიმებს და ვინც გვერდში გვედგა ნაკრების ბიჭებს ვინც დაგვეხმარა ამ ევროპის ჩემპიონატისთვის ყველას ვისაც მიუძღვის სამედალში წვლილი ყველას მადლობა დიდი მადლობა შენ და ჩვენ კიდე არაერთ გზის ალბათ შევხვდებით და ვისაუბრებთ აუცილებლად კარგ და საინტერესო ამბებზე დიდი მადლობა გიო დიდი მადლობა მეგობრებო დღეს ჩვენი პოდკასტის სტუმარი გახლდათ ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი